17,000-ზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3,000-ზე ნაკლების შემთხვევა ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს. განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. ამასთან გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიის გავლენით მოსახლეობამ ახალი წელიც განსხვავებულად უნდა აღნიშნოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს. ჩვენთვის შეიძლება ასე ჩვეულ დიდ წვეულებებს, საახალწლო წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია. საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან დახურულია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები. არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ამ შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან იგეგმება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. დღესვე გიორგი გახარიამ თქვა, რომ 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54,000-მა მოქალაქემ მიიღო. ამ დახმარებას იღებენ თვითდასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობა. კომპენსაციის მისაღებად ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია 24 დეკემბრის ჩათვლით. პრეპარატი რემდესივირი უკვე საქართველოშია. ამის დასადასტურებლად ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიას პრეპარატი რემდესივირი უჩვენა. გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება და დღეს საქართველოში არის უკვე რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგის ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. პროტოკოლით შესაბამისად შეიცვლება, გუნდი მუშაობს ამასთან დაკავშირებით. ორშაბათიდან უკვე მკურნალობის პროცესში ჩაერთვება პრეპარატი. ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია პრეპარატის რა რაოდენობა ჩამოიტანეს საქართველოში გუშინ. რემდესივირი ებოლას წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატია, ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით კი ის არც თუ ისე ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ, როგორც თავიდან ეგონათ. მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული. აქედან გამომდინარე მთავარი არის მოხმარების ხარისხი. ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძე მედიის კითხვის პასუხად გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, აქ თუ არა საქართველოს ბაზარზე არსებულ პირბადეებს ყველა ის სტანდარტი დაცული, რომელიც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. თბილისი ენერჯი კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფს აღარ გაზრდის. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გააჟღერა. ქონდა ჩვენ არაერთი კომუნიკაცია თბილისი ენერჯისთან და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება. არ შეიცვლება. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავდროულად ხედავდეს, რომ მოსახლეობის და ბიზნესების მომხმარებლების გადახდის უნარიანობაც არის საკმაოდ კითხვის ქვეშ, იმიტომ რომ არ არის მარტივი წელი, არის რთული წელიწადი, აქედან გამომდინარე, თუ კი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ შეიძლება ყოველთვის რომ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ესეც მოხდა. თბილისი ენერჯიში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არაფერი იცვლება და სიახლის შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებდნენ. ამ ეტაპზე კი მსგავსი კომენტარი გაკეთებული არ არის. დეკემბრის დასაწყისში კომპანია თბილისი ენერჯიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 24 თეთრით გაიზრდებოდა. დღეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კი ამბობს, რომ კომპანიამ გაძვირება გადაიფიქრა. ახალი წელი გადაივლის, გამოფხიზლდებით და საკმაოდ ცუდ რეალობაში ვიქნებით. ივაჭყონია შეფასებით, თუ კომპანიებმა არსებული შეზღუდვების ფონზე თუნდაც წინა საახალწლო პერიოდში პროდუქციის რეალიზება ვერ შეძლეს, ეს მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. იგი ამბობს, რომ ბიზნეს სექტორს სახელმწიფომ გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს. მისი შეფასებით არასწორია მთავრობის მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამა. არავის დაავიწყდეს სუბსიდირებას რით ახდენს სახელმწიფო. სუბსიდირება ხდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ნეგატიურია, განმარტა ჭყონია. ბიზნეს თვითონ სახელმწიფომ უნდა მიცეს გარკვეულწილად შეღავათები დაეხმაროს. თუნდაც რაზეც არაერთხელ უსაუბრია ჩემ ასოციაციას და გამოსულვართ ინიცირებით, ჩვენ არ მოგვითხოვია თქვა არანაირი არც ერთი გადასახადის მოხსნა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქონდა საუბარი, რომ DGG-ს გადახდა მიებად რეალიზაციაზე. ეს კომპანიებში გაზრდიდა ლიკვიდურობას და რა თქმა უნდა იმ ძიმე ყოფას, რომელშიც დღეს არიან შეუმსუბუქებდა. იყო საუბარი, რომ არ იქნებოდა ლოკდაუნი და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა სხვა კუთხით, ვთქვათ,
სხვა შემოვლითი გზით დაერქვა წერტილოვანი ლოკდაუნი, თუმცა ნუ ეხა მეტი შეზღუდვა არ ვიცი, რა უნდა იყოს. მთავრობის მიერ წარდგენილი ორთვიანი გეგმის მიხედვით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო მოლებს მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ. თუმცა ბოლო დღეებში მთავრობის წევრები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ. კანონპროექტი საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით პარლამენტში ინიციატივის წესით კანონპროექტების პაკეტი შევიდა. ირაკლი კობახიძის განმარტებით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უარი საპარლამენტო საქმიანობაზე დაფინანსების საეთერო დროისა და ხელფასის შეჩერებას გამოიწვევს. ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. ანიშნული პაკეტი თვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით ასწენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. ანიშნული კანონპროექტის მიხედვით პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები, ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყდებათ, ან 1 წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესწავლილი ცვლილების თანახმად იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე წესს. როგორც კობახიძე განმარტავს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში პარტიას რეგისტრაციის შემდეგი არჩევნებიდან გაუქმდება. კობახიძის შეფასებით ეს პარტიის საკრძალვა არაა და მხოლოდ რეგისტრაციის გაუქმება. მისივე თქმით, კანონპროექტის პაკეტს პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კობახიძის ინიციატივას მიუღებელს უწოდებს როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად. ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ მოხდეს იმ პოლიტიკური პარტიების დასჯა, ვინც არ შემოვიდა პარლამენტში და ვინც დაწერა განცხადება და ტოვებს საქართველოს პარლამენტს. ფაქტობრივად უკუძალა იქნება ამ კანონპროექტს, რაც არ უნდა ფორმულირებად ჩაიწეროს, ეს რეალურად ეს არის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში კანონის მიღებით უკუძალა გავრცელდება ამ მოქმედებებზე. თუ არ უნდათ რომ დაფინანსება მისცენ, მაშინ პარლამენტის შედეგები უნდა იყოს ანულირებული არჩევნები და ითქვას, რომ ეს არჩევნები არ ასახავს იმ შედეგს და ამიტომ აღარ უნდა გაიცეს დაფინანსება არავისზე, მათ შორის ქართულ ოცნებას. ძალიან მძიმეა, როცა ერთპარტიულად მიიღება გადაწყვეტილებები, მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რომ პოლიტიკური თამაშის წესებზე ზოგადი სტანდარტია, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს უნდა ელაპარაკოს. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის გარეშე 11 დეკემბერს შეიკრიბა. პირველ სესიას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. ამ დროისთვის მანდატებზე უარის მიზნით პარლამენტს ოფიციალური განცხადებით მიმართეს. ლეიბორისტული პარტიის ევროპული საქართველოს სტრატეგია აღმაშენებლის, ლელოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულმა დეპუტატებმა. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მიერ რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინის ან მილანის აეროპორტებს შორის. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე. საქართველოში რეგულარული საერთაშორისო მიმოსვლა არაერთი მიმართულებით დაახლოებით 10 თვეა შეჩერებულია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის ნომერ 164 განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება, შეუძლიათ ქვეყანაში 2021 წლის 1 ივლისამდე დარჩნენ. მანამდე მათთვის ეს ვადა 31 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული.